თურმე პროგრამა არის control flow და ცვლადების ერთობლიობა. Control flow არის for if while და ასე შემდეგ რაც განსაზღვრავს სად მიდის, როგორ მიდის პროგრამის მუშაობა და ცვლადები არის ინფორმაციის შენახვის მექანიზმი. მოდი ცვლადები უფრო დეტალურად გავიაზროთ ჯერ. რა არის ცვლადები? რამროლი ცვლადი თურმე არის ყუთი, ანუ მეტი არაფერი, ცვლადი არის ჩათვალეთ ყუთი, სადაც რაღაცის ჩადება შემიძლია. მეხსიერება თავიდან ბოლომდე რომ შეხედოთ, აი უამრავი ყუთისგან შედგება, თქვენ რამში რაღაც 2 მილიარდი, 10 მილიარდი, რავი, რამდენი ბევრი ყუთია და თითოეულ ყუთში სხვადასხვა ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა ინფორმაცია შეიძლება შევინახოთ და მე ვნახოთ შიგნით რა წერია ამ ყუთში ჩავიხედოთ, ვნახოთ რა წერია და წავიკითხო, გავიგო. მე შევცვალო და სხვა ინფორმაცია ჩავდო. ამიტომ გვია ცვლადი. ანუ შეიძლება რაღაც ინფორმაცია ჩავდო და მე შევცვალო და სხვა ინფორმაცია ჩავდო. ნუ ეგ არის ცვლადის მთელი მოყვა. თურმე აი ეს არის ცვლადის შექმნის მექანიზმი int რაღაც age-ის 29-ს, რაც აკეთებს age სახელის მქონე int ტიპის ცვლადს, რომელშიც რიცხვი 29 წერია შიგნით. ცვლადს სულ აქვს 3 თვისება, 3 თვისება. პირველი თვისება არის ესე იგი ცვლადის სახელი, ანუ ამ ყუთს რაღაც სახელი აქვს და შეგვიძლია მივმართოთ. მეორე თვისება არის ტიპი, ანუ რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება ამ ყუთში ჩაიწეროს. ანუ ეს არის ახლა int ტიპი, რაც ნიშნავს რომ მთელი ტიპი თურმე ამ ყუთში, int ტიპის ყუთში, int ტიპის ცვლადში მხოლოდ მთელი რიცხვებს შემიძლია ჩავწერო და ვერ ჩავწერ შიგნით მაგალითად ფილმს, ან შიგნით ვერ ჩავწერ იმ ყუთში ტექსტს, ან სიმბოლოს, ან არამთელ რიცხვს 3/4-ს, და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ და მხოლოდ მთელი რიცხვები შეიძლება ამ ყუთში ჩაიწეროს. და მესამე თვისება არის საწყისი მნიშვნელობა, ანუ რა დევს ამ ცვლადში, ანუ რა მნიშვნელობა დევს ცვლადში. ანუ ეს არის ახალი ცვლადი შევქმნით ახლა ამ შემთხვევაში, ანუ ამ ჩანონაწერით, სახელად age და მასში ჩავწერეთ რიცხვი 29. ანუ ეს ასე ვხატავთ ხოლმე, ანუ ცვლადს ვხატავთ როგორც ეს რაღაც ყუთი, რაღაც ეს ჩარჩო შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ არის რაღაც ყუთი, რომელშიც შიგნით 29 არის ჩაწერილი. სახელი როგორც წესი თავზე აწერია ხოლმე ყუთს, თავზე ასე ვაწერთ. ხო, ანუ რაღაც age ქვია ამ ყუთს. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ყუთში მარტო ინტების შენახვა შეიძლება, ანუ მარტო მთელი რიცხვების შენახვა შეიძლება. int integer არის შემოკლებული int-ი, integer ინგლისურად მთელი რიცხვი, შემოკლებულად int-ი და ეს არის შიგნით ჩაწერილი მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს და რაღაც სხვა მნიშვნელობა ჩაიწეროს. ხო, ანუ დეკლარაცია, ცვლადის დეკლარაცია, ანუ ცვლადის შექმნა ხდება შემდეგნაირად რაღაც int, my box უდრის 5 სიტყვაზე და ეს არის საწყის მნიშვნელობა 5 ამ შემთხვევაში. თურმე არსებობს სხვადასხვა ტიპის ცვლადები. int ტიპის ცვლადს აქამდე წავაწყდით უკვე, ხო? ანუ int არის მთელი ტიპის ცვლადი, სადაც მთელი რიცხვები შემიძლია შევინახო, ხო? int ნამ უდრის 5. არსებობს double ტიპის ცვლადი. double ტიპის ცვლადში თურმე შემიძლია ნამდვილი რიცხვი შევინახო. ნებისმიერ ნამდვილი რიცხვი შეიძლება შევინახო 0.2 მაგალითად. არსებობს, ხო, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ანუ int ტიპის ცვლადში პრინციპში ნებისმიერ რიცხვს ვერ შევინახავ, ხო? ანუ რაღაც მილიარდ ციფრა რიცხვი რო იყოს, შეიძლება 5-ში არ ჩაეტიოს რა, შეიძლება მილიარდ, ანუ რაღაც უსასრულოდ დიდ რიცხვს მეხსიერებაში ვერ შეინახავ, ნუ უსასრულოდ დიდი მეხსიერება ამ ხელა არ არის ფიზიკურად, ხო, რაღაც სასრულია მეხსიერება. ამიტომ ეს შემოსაზღვრულია ხოლმე რა, ანუ მთელი რიცხვი მაგალითად შემოსაზღვრულია მინუს, ესე რა ქვია, 2 ხარისხად 31-დან პლუს 2 ხარისხად 31 მინუს 1-მდე. სულ 2 ხარისხად 32 რიცხვი შენახვა შეიძლება უარყოფითებისაც და დადებითებისაც, ოღონდ მთელი რიცხვებს. double-ში კიდე double ყუთშიც 2 ხარისხად 64 განსხვავებული რიცხვი შენახვა შეიძლება, მაგრამ პრინციპში შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ყოველ შემთხვევაში ამ კურსის პროგრამებში შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ნებისმიერი რიცხვი, ნებისმიერი მთელი ნამდვილი რიცხვი შეიძლება აქ შევინახო. რაც გასაგებია, რომ უსასრულოდ ბევრია ნამდვილი რიცხვების რაოდენობა და ვერ შევინახავთ ყველას შესაძლო ნამდვილ რიცხვს, მაგრამ ნუ ასე შეგვიძლია ჩავთვალოთ. და არის ესე იგი int ტიპის ყუთში შეინახება მთელი რიცხვები, double ტიპის ყუთში შეგვიძლია შევინახოთ ნამდვილი რიცხვები, boolean ტიპის ყუთში შეგვიძლია შევინახოთ true and false, ანუ აქ ორი მნიშვნელობა აქვს, ან ჭეშმარიტი ან ცდარი, და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ boolean-ებზე. არის char ტიპის ყუთი, ანუ ეს იკითხება არა char, არამედ იკითხება char and care character-ისგან მოდის. ხო, და char არა, არავითარ შემთხვევაში, მოკლედ ეს char letter
უდრის რაღაცა სიმბოლო, შემიძლია რაღაც სიმბოლო შენახო, ამ შემთხვევაში სიმბოლო C არის შენახული ამ ყუთში. შეგვიძლია მქონდეს სიმბოლოების მიმდევრობა, ანუ string-ი და string ტიპის ყუთში შემიძლია რაღაც აი ეს string-ი შევინახოთ, string-ებზე წინა მაგალითები, პრინციპში ასე თუ ისე გარჩეული გვაქვს. ანუ სხვადასხვა ტიპის ყუთები არსებობს, ხო? მაგრამ მოდი ახლა ამას დავუფიქრდეთ რა, ანუ იმ ტიპის ყუთიც მაქვს. ანუ ესენი არის ძირითადი ტიპები, რომელსაც გამოვიყენებთ ამ კურსში, ანუ სხვა ტიპები შევხვდება, მაგრამ რა ძირითადი. ესე იგი, იმ ტიპის ყუთიც არსებობს და double ტიპის ყუთიც არსებობს. ანუ მთელი რიცხვების შენახვა შემიძლია და ნამდვილი რიცხვების შენახვა შემიძლია, მაგრამ ახლა კითხვა ისმის ხოლმე, თუ ნამდვილი რიცხვის შენახვა შემიძლია, მთელი რიცხვების ყუთი რა ჯანდაბად ხინა. ნამდვილი რიცხვი, მთელი რიცხვები ხო, ნამდვილი რიცხვებში ისედაც შედის და ამ ხუთიანს აქაც ხო ჩავწერდი. რა პრობლემა იყო, ანუ რაც შემჭირდება int-იც და double-იც, ორივე ერთად. თუმცა კონტექსტის ამბავია რა. რაღაც სხვადასხვა კონტექსტში ხან ჯობია int-ის გამოყენება, ხან ჯობია double-ის გამოყენება. მაგალითად, თუ ვინმე გეკითხება, რომ რამდენს იწონი და აი ეს კიდე რომ შეინახო ეს ინფორმაცია და იწონი სიტყვაზე 86 კილოგრამს, ასე გები რომ ეს ინფორმაცია, ანუ მთელი რიცხვი შეიძლება არ იყოს, 86 შეიძლება იწონი. ანუ ეს კარგი აზრია, რომ ეს ნამდვილი რიცხვების ყუთში შეინახო ეს ინფორმაცია და ეს კონტექსტი რომ ეს ნამდვილი რიცხვია თან მიყვება რა ამ შენს წონას. ხოლო თუ ვინმე გეკითხება რამდენი შვილი ყავს, ძალიან არასწორი იქნება და გაუგებარი თუ ამას ნამდვილი რიცხვების ყუთში შეინახო. იმიტომ რომ ანუ 1.7 შვილი ვერ გეყოლება, ხო რა ბოროტი ძაღლი მყავდა და 30% შვილი მოკლედ. მთელი რიცხვის ლოგიკურია რომ ისეთი რაღაცები რაც თვლადია, ხო, შევინახოთ მთელი რიცხვების ყუთში, ანუ int ტიპის ყუთში და ეს კონტექსტი მიყვება ამ ტიპის ყუთს, რომ აი აქ მთელი რიცხვია და რამდენი შვილი ყავს, ну გასაგებია მთელი რიცხვი არის პასუხი ამისი და ამიტომ ასეთი ინფორმაცია ჯობია რომ მთელი რიცხვების ყუთში შევინახოთ. ანუ მე თურმე პროგრამის შიგნით შემიძლია ეს ყუთები შევქმნა, თავშად აქ run menu-ის შიგნით არის 2 ცალი ცვლადი შევქმნი, რაღაც int age უდრის 30 და მეორე ცვლადი int რაღაც weight, ჩემი წონა არის რაღაც 180.2 კილოგრამის იყოს. ანუ ფუტი. თუ LB რაც არის. ხო, ანუ ბევრი რამდენიცაც მინდა იმდენ ცვლად შევქმნით. ჩემი ნება პროგრამის განმავლობაში რა ინფორმაციის შენახვაც დამჭირდება, ყველა ინფორმაციისთვის შემიძლია ცვლადი შევქმნა და მასში ეს ინფორმაცია ამ ცვლადში ეს ინფორმაცია ჩავწერო, ხო? თურმე ეს ცვლადში არსებული ინფორმაციას შემიძლია მივწოდე და ვნახო რა ინფორმაცია წერია ცვლადში, ხო? მაგალითად, თუ ცვლადში რაღაც age შევწერო 30, მაშინ შემიძლია ეს ინფორმაცია ვნახო რა არის და ამავე დროს თქვა დავბეჭდო გამოვიტანო ეკრანზე, ხო? print line მეთოდს ამ age ცვლადს. თუ გადავცემ რეალურად ამ age-ს კი არ დაბეჭდავს, ამ age-ში შიგნით ჩაიხედება, ამ ცვლადში ნახოთ, 30 წერია შიგნით და ამ 30-ს დაბეჭდავს. ხო, ანუ რეალურად ამ გამოსახულებას ჯერ გამოითვლის, რაც არის ეს გამოსახულება და ეს ამ გამოსახულების მნიშვნელობას მიიღებს და მეორე იმ მნიშვნელობას დაბეჭდავს. ამ გამოსახულების მნიშვნელობა age გამოსახულების მნიშვნელობა არის 30-ის ტოლი და 30 საბოლოო ჯამში დაბეჭდავს. ხო, მოდი ახლა ეს მაგალითი ვნახოთ, ხო, რაღაც int age უდრის 30-ისა და ახლა print line age is და plus age. ანუ აქაც იგივე რაღაცა ხდება რა. აი ეს რაღაც გამოსახულება არის აქ, ხო და ჯერ აი ეს გამოსახულება გამოითვლება, ანუ მივიღებთ ეს რა შედეგია ამისი. ამისათვის ხო, ანუ ეს ცალკე ეს უნდა გამოვითვალოთ ჯერ, მერე ეს უნდა გამოთვალოთ. ამის გამოთვლა მარტივია, string-ია, age is 2 წერტილი ასეთი string. ამის გამოთვლაც მარტივია, age 5 არსებობს, ამ ყუთში შეგნით ჩავიხედა 30 წერია. ახლა აქ პლუსი უნდა გააკეთოს პროგრამა, პლუს ოპერატორი უნდა გამოიძახოს. პლუს ოპერატორი ვიცით რომ ჭკვიანი ოპერატორია, რადგან ერთ-ერთი string-ი, ანუ ეს მარცხენა მხარეს რადგან string-ი წერია, ამიტომ ეს პლუსი არის არა რიცხვების მივატება, არამედ მიწებება. ამიტომ ამ string-ს მიაწებებს აქ 30, არა age-ს, არამედ ამ გამოსახულების მნიშვნელობას, ანუ 30 და საბოლოო ჯამში დაიბეჭდა, ანუ ეს ამ მთელი ამ გამოსახულების მნიშვნელობას მივიღებთ, რომ არის ასეთი string-ი age is 2.30 და მთლიანად ეს მთელი string-ი ადგება და დაიბეჭდება. ხო, ახლა რა ინფორმაციის შენახვა შემიძლია, ანუ რა ინფორმაციის შენახვა შემიძლია ცვლადებში, ანუ მეც შემიძლია ინფორმაციის შეწერა, მაგრამ შემიძლია თურმე მოხმარებლისგან წავიკითხო ინფორმაცია რა და ეს reading-ი მაგალითად ზუსტად მაგას აკეთებს, ანუ read-it მოხმარებელს ეუბნება, რომ შემოიყვანე რაღაც ინფორმაცია
ოღონდ int რადგან არის, იგი მაინდა-მაინც მთელი რიცხვები უნდა შემოიყვანოს მოხმარებელმა, ეს მთელ რიცხვს შემოიყვანოს მოხმარებელს რაღაც რიცხვი, რა მნიშვნელობა, ეს რიცხვი შემიძლია ამ ცვლადში ჩავწერო და შევინახო. ანუ მე რო ცვლადს შევქმნი რაღაც int ჩემ mybox რაღაც სახელის კონდე ცვლადს, int-ის mybox სახელის კონდე ცვლადს, ეს შემიძლია მოხმარებლის inputs გაუტოლო. ხო, რაღაც ეს read int-ის საშუალებით შეიძლება მოხმარებელმა შემოიყვანოს ის შემოყვანილი ინფორმაცია მე ჩავწერო ცვლადში. ან შეიძლება რაღაც გამოსახულება ეწეროს, ხო? ანუ ეს გამოსახულების მაგალითი ეს იყო. ანუ ეს არის გამოსახულება მაგალითად. გამოსახულება რას ნიშნავს, რომ ჯერ ამ გამოსახულებას გამოვითვლი, მივიღებ მნიშვნელობას, აღა n1 + n2 ამ შემთხვევაში მივიღებ რაღაც მნიშვნელობა. ანუ თქვენ ეს პლუსიც ზუსტად იგივენაირად გამოითვლება. ჯერ ამ გამოსახულების მნიშვნელობა დაითვლება n1 ამის 17-ია, მე n2-ის მნიშვნელობა ამის 25-ია, მე ეს ორი მნიშვნელობა ერთმანეთს მიემატება, იმიტომ რომ პლუსის მარჯვენა მარცხნივ ორივე მთელი რიცხვი, ამიტომ ეს ჩვეულებრივი მიმატება, მივიღებთ 42-ს და total სახელის მქონე ყუთში ჩაიწერება ნიშნულობა რიცხვი 42. ოკეი? ანუ შეიძლება გამოსახულებად ეწეროს მაგრამ ესე იგი ან რაღაც პირდაპირ read-int-იან მსგავსი მომხმარებელმა რო შეიყვანოს ისეთი მეთოდი წერია ხოლმე ან რაღაც გამოსახულება შეიძლება ეწეროს მარჯვენა მხარეს. ახლა მომხმარებელმა სხვადასხვა მეთოდების საშუალებით შეიძლება ინფორმაცია შეიყვანოს. მაგალითად read-int, ნუ ნახეთ, არსებობს read-w, რომლის საშუალებითაც ნამდვილი რიცხვი შეგვიძლია მომხმარებელმა რო გვითხრას. არსებობს read-boolean-ი, რომლის საშუალებითაც true and false შეიძლება მომხმარებელმა რო შეიყვანოს, ხო? ანუ პროგრამას რო გადასცეს ეს ინფორმაცია. ხო, ანუ ეს როგორც თქვით არის გამოსახულება, ანუ ჯერ გამოითვლება n1 + n2 და მერე რაღაც ჩაიწერება total ყუთში. ახლა როგორ შეგვიძლია რომ ინფორმაცია შევცვალო, ხო? ცვლადი არის, მინდა რომ შევცვალო ინფორმაცია მაშინ. ახლა როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია შევცვალო? თურმე როდესაც მე ამ ცვლადს ვქნი, თავიდან შევქმნი რაღაც h სახელის კონდე ცვლადი, მასში ჩავწერე 30 და მერე შემიძლია რომ რაღაც h უდრის 31-ს ამის საშუალებით მაშინ ინფორმაცია შევცვალო, ხო 30 კი არა უკვე ამ ცვლადში 31 იქნება თუ ჩავიხებ. და აი ეს საერთოდ ისეთი რაღაც წერია, რომელზეც მათემატიკოსებს საერთოდ თვალები და თმები ყალღზე უდგებოდ და თვალები რა ვიცი. ანუ რეალურად ანუ აქ რა წერია h უდრის h + 2-ს, მაგრამ ახლა ფიქრობ რომ აი h + 2-ს როგორ უდრის, ანუ h და h აქ შეიკვეცა და 0 უდრის 2-ს თუ h როცა უსასრულობაა, ხო, ბაზარი არა, მაშინ h შეიძლება უდრის h + 2, მაგრამ თურმე ანუ აქ სიტყვაში მოგატყუეთ ახლა მე, ანუ ეს არ იკითხება, ანუ h უდრის h + 2-ს არასწორი, ანუ ეს არის არა ტოლობა, არა უდრის, არამედ ამას ქვია თურმე მინიჭების ოპერატორი, მინიჭების ოპერატორი. და მინიჭების ოპერატორი მუშაობს შემდეგნაირად. მინიჭების ოპერატორის მარცხენა მხარეს ყოველთვის არის, მარცხენა მხარეს, ანუ ეს მინიჭების ოპერატორი. მარცხენა მხარეს ყოველთვის დგას რაღაც ცვლადი. უეჭველი რაღაც ცვლადი არის მარცხენა მხარეს. ხო? ცვლადის სახით. ხოლო მარჯვენა მხარეს შეიძლება იყოს რაღაც გამოსახულება, ნებისმიერი გამოსახულება. მინიჭების ოპერატორი მუშაობს შემდეგნაირად. ჯერ გამოვითვლით მარჯვენა მხარეს არსებული გამოსახულების მნიშვნელობას, მივიღეთ რაღაც მნიშვნელობას, კონკრეტულ მნიშვნელობას, რაც იქნება და მე ამ მნიშვნელობას ჩავწერთ მარცხენა მხარეს არსებულ ყუთში. ანუ ეს ჩანაწერი თუ რა ნიშნავს ასეთ რაღაცას, ჯერ გამოვთვალოთ, აი ეს გამოსახულება და ამ გამოსახულების მნიშვნელობა როგორ უნდა გამოვთვალოთ, ანუ h-ს უნდა მივუმატოთ 2, ანუ h-ს ხო არა, ანუ h-ი რა წერია იმას, ანუ 31-ს უნდა მივუმატოთ 2, მივიღებთ 33-ს, ამ გამოსახულების მნიშვნელობა არის 33. ახლა შემიძლია 33 ავდგე და აი ამ ყუთში ჩავწერო h ყუთში ჩავწერო და მასში ხო 31 რო ეწერა. თუმცა იქ 31 გადაიშლება და 33 ჩაიწერება აი ამ ბრძანების შესრულების მერე. ოკეი? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მოდეს რომ ეს არის არა უდრის, არა ტოლობა, არამედ ეს არის მინიჭების ოპერატორი. ანუ იკითხება შემდეგი არის h მივანიჭოთ h + 2, ანუ h უდრის h + 2-ს არა, ხო? როგორც განმოგატყო. h მივანიჭოთ h + 2. ოკეი? ძალიან მნიშვნელოვანია. ზეგი ახლა კომპილატორის შეცდომები ნახოთ, ცნობილი შეცდომები, რაც შეიძლება მოგივიდოთ ხოლმე მე თუ რაღაც ცვლად შევხნი x წერტილზე და მე ამ ცვლადს ვეჭდა, ეს თუ რა შეცდომა, იმიტომ რომ ეს ცვლადი არ არის ინიციატიული შეცდომა, რომ არ აქვს რაღაც მნიშვნელობა. ანუ ცვლადს რო შევხნი თუ მისი გამოყენება გინდა, მას აუცილებლად ინიციალიზაცია უნდა. ანუ ინიციალიზაცია ნიშნავს რომ რაღაც საწყისი მნიშვნელობა უნდა ეწეოს, რაღაც ცვლადს უნდა ეწეოს, ძალიან ხუთს მე ვერაფერს შევედი გამოიყენება, იმიტომ აქ უნდა ეწეროს ხოლმე რაღაც x უდრის და რასაც უდრის x. თუ ორი ერთი და იგივე სახელის კონდეცვლადის შექმნას ვაპირებ,
ამასაც ვერ ვიზამ, იმიტომ რომ მე გამომეტყვის, რომ ასეთი ცვლადი უკვე არსებობს და მეორე იგივე სახის ცვლად ვერ შექმნი, რომ ვეღარ დაარჩევს რომელს ზეგინა ინფორმაციის ჩაწერა, რომელიდან ინფორმაციის საკითხვა ჩავაბერებენ ვერ დაარჩევს. პირდაპირ ასეთი ზეთიუბრისაც, ასეთი ჩაწერა, ასეთი რაღაცის ჩაწერაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში Z ცვლადი არსად არ არის დეკლარირებული, ხო? ანუ დეკლარაცია სჭირდება ასეთი რაღაც, int-ზე ან რაღაც double Z-ი უდრის რაღაცას, ხო? ანუ